მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. იმედია კარგად ხართ. ეხლა იქნება გაშლა. მოკლედ პირველი ვარიანტია და მეორე ვარიანტია. ან აირჩიეთ პირველი, მეორე, ან უყურეთ ორივეს და მოусმინეთ პასუხებს. ეს გაშლა მთხოვა ერთმა ჩემმა გამომწერმა და კლაიენტმა, ასე ვთქვათ, კლიენტმა და ეხება მაგიას, ანუ რაზეა ის ადამიანები, რომლებიც აკეთებენ მაგიას და არა აქვს მნიშვნელობა ყოფილია, შეყვარებულია, პარტნიორია, ან დაბრუნება უნდათ, ან ესე იგი ცდილობენ, რომ იმ ადამიანს არ კონდეს, ვთქვათ, ბედნიერება, არ იპოვოს სიყვარული, ხო? აი ხა ყველა ვართ ადამიანები, ვთქვათ, არ გამოგვივიდა, ხო, ერთთან. და გაშვება არ იციან ადამიანებმა, ნახეთ, როგორი ცუდი რაღაცაა, როცა შენ არ იცი ადამიანის გაშვება, როცა დასრულდა ურთიერთობა და შენ მას არ უშვებ და ყველანაირად ცდილობ ჩაებღავჭო და გაქვს შენი პირადი ინტერესები იქ. არა აქვს მნიშვნელობა მატერიალურია, თუ უბრალოდ გაბრაზებულია, გამწარებულია და უნდა რომ ესე იგი არ იყოს ბედნიერი და ამით მაგიური შავი მაგიური ესე იგი ზემოქმედებით და ენერგეტიკული დარტყმით ცდილობს, რომ იმ ადამიანს მიაყენოს ზიანი. ენერგეტიკული დარტყმა ტყვიაზე უარესია. ეს აღიარებულია, რომ არსებობს, ამაზე მეცნიერებიც არ დაობენ, იმიტომ რომ არის მეტაფიზიკური ძალიან დიდი სკოლები, სადაც პროფესორ აკადემიკოსები სხვადასხვა დარგის, რო იყვიან სამეცნიერო ხარისხში აყვანილები მეცნიერულად ხსნიან ამ ყველაფერს. რო ეს არსებობს და გინდა მაგია დაარქვით, გინდა დარტყმა დაარქვით, გინდა მაგიური პასები დაარქვით. ეხლა როგორ დაარქმევთ ეს და ჯადო და ასე შემდეგ, ეს უკვე თქვენ როგორც წარმოგესახებათ, მაგრამ არის ესეთი სტრუქტურა, ხო? ენერგეტიკული დარტყმა, შავი მაგია. როცა შენ მიზანმიმართულად აზიანებ სხვა ადამიანს, ხო? არ გინდა რომ ის იყოს ბედნიერი. მოკლედ, ეხა იქნება აი ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც ასე იქცევიან და ასე ფიქრობენ, მე კი ვიცი მათ რა ელით და სამყარო როგორ გაუსწორდება მათ, მაგრამ თქვენთან ერთად შევხედოთ აი იმ ადამიანს, რომელიც ესე მიზანმიმართულად თავისუფალნებაში ერევა, აზიანებს ენერგეტიკულ დარტყმით, შავი მაგიით და არ უშვებს იმ ყოფილ პარტნიორს, ან უნდა რომ ის დააზიანოს, გამწარებულია და უნდა რომ შური იძიოს და გაბოროტებულია და უნდა რომ ესე ყველანაირად ზიანი მიაყენოს, თვითონ ესეთ ადამიანებს როგორ გაუსწორდება სამყარო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აირჩიეთ, არის ორი ვარიანტი, რო არ გამიგრძელდეს, ამიტომ ვაკეთებ ხოლმე ორ ვარიანტს, ისედაც მიგრძელდება, იმიტომ რომ ინფორმაცია დიდი მოდის და ჩემ თავს ვერ ვაკონტროლებ, რო ვიწყებ, მერე გადავდივარ რაღაც შემეცნებით. მოკლედ და კონტექსტებზე და პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და აი იმ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ და სჩადიან ესეთ რამეებს, სამყარო როგორ გაუსწორდება მათ, პლუს ორაკულით მექნება კიდე განხილვა ცალკე, ანუ პირველზეც და მეორეზეც. თქვენ აირჩიეთ, მე დავიწყებ. უნდა დავდო ეხა ეს ტელეფონი, ჩანს არ ჩანს, თავარია ხო აირჩიეთ. ჯერ დავიწყებ პირველი ვარიანტით. შემოგიერთდებით. ვნახოთ ის ადამიანები, რომლებიც აზიანებენ შავი მაგიით და ჩაიფიქრეთ ეხლა ეს ადამიანი, ვინც გაინტერესებთ და აკეთებენ ენერგეტიკულ ჩარევას, რა თქმა უნდა, ცუდს და შავს ამ შემთხვევაში. რა
ბედიელით მათ სამყარო როგორ გაუსწორდებათ მათ. იმიტომ ბუმერანგის კანონი იცით რომ არსებობს, ჩემი მოგონილი არაა. რა მოუვათ ესეთ ადამიანებს, ვინც ერევა თავისუფლებაში და აკეთებს მაგიას. რა მოუვათ მათ? გასამრჯელო. რა დაემართებათ მათ? სამყარო როგორ გაუსწორდებათ მათ? ჯერ ერთი პირველი ყველაზე ისეთი რა მინიმალური ჩამონათვალი ბევრია. ორაკულიც უნდა ნახო ეხლა სავსემთვარის ორაკულო პირველი ვარიანტი ვინც ამირჩია და ადამიანი ჩაიფიქრა მაჩვენე ის ადამიანი ვინც აკეთებს შავ მაგიას ერევას ხვის თავისუფალობაში და აკეთებს ენერგეტიკულ შავ ასე ვთქვათ დარტყმას რა ელოდებათ მათ ესეთ ჯადოქრებს ჯადოქრებს ვაზმეზი კი ბატონო და მთელი ცხოვრების განმავლობაში როგორ იქნები ან ხო კარგი ეს ორაკულია მოკლედ ინფორმაცია დიდია და რა ვიცი გამგებმა გაიგოს და მისმინეთ ვიწყებ თავიდან რაც ამოვიდა ყველაფერს აქვს თავისი ვადა მეუბნება კარტი ყველაფერს დაახლოებით ძალიან მალე ეს მაგია დაუტრიალდებათ მათ უკან დაარტყავთ მათ ოჯახებს თვითონ სამყაროს კარტი ამოდის და ეს ნიშნავს რომ სამყარო უსწორდებათ ჯერ ერთი დაიცლებიან ყველანაირად ანუ გრძნობის მომენტი გამოცლილები გახდებიან განულდებიან მერე გამტარდებიან რასაც ქვია ისტერიული ფსიქოემოციონალური ფონი ექნებათ უმრავლესობას ანუ სიგიჟის მომცველი რო იტყვიან იქნებიან სულ მარტოები, სულ უკმაყოფილოები, სულ რაღაც მომტირალები, ისტერიულები, მოაკლდებათ ფინანსები ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ წაართმევს და დაინგრევიან. ეს რაც კარტმა მითხრა, ესე რა, ლაკონურად. ეხლა ორაკული რას მეუბნება? შურისძიება აუცილებლად იქნება. და ეს შურისძიება იქნება ძალიან პირდაპირ სამყაროდან, ანუ შავი შურის მაძიებელი სტრუქტურები, რო იტყვიან, ჩაავლებენ. მერე გადასვავენ, რო იტყვიან ისეთ ადგილას ადამიანი რო ზიხარ და მარტო ხარ. ეს არის უდაბნო, ეს არის სიცივე, ეს არის აისბერგი. კაციშვილი რო არ ყავს და ხარ მიტოვებული, მარტოდ მყოფი. და განძარცულები იქნებიან ნახე სამყაროსგან აქ მოიაზრება არა მარტო ფიზიკური ქურდობა არამედ სულიერი ქურდობა ანუ ეს ორაკულია და ამის ახსნა მრავალფეროვანი ანუ განიძარცვებიან რას ნიშნავს თუ კი რამე კარგი გქონდათ ხო არის რომ ადამიანი მიუტვის ჰარმონიისკენ იდეალიზმისკენ გინდა რომ ანუ მშვიდად იყო, ბედნიერი იყო. ეს ყველაფერი სიხარული. ეს ყველაფერი წაერთმევათ. დადებითი რაც არის. სიყვარულზე აღარ არის ლაპარაკი, თავიდანვე მაჩვენებენ. თან პირველმა ვარიანტმა მაჩვენა რომ გააჩნიაო რა ანუ სიმძლავრის დარტყმაო ეს. მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ჩამონათვალი პირველზე სრულდება. რაც ვთქვი. უბრალოდ აქ მაჩვენებენ რომ ბალანსის კარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ რობოროტს მიმართავ და გინდა სხვა ადამიანის დაზიანება, იცოდე, ელოდე, რომ შენ დაზიანდები, პირადად შენ და დაინგრევი რა. ეხლა ეს ისეთი თემა არ მინდა გავაგრძელო და ბევრი ვისაუბრო, უარყოფითებზე არ მინდა, მაგრამ ამ ქალბატონმა მთხოვა და
იმედია უყურებს და გაიგებს, რომ აუცილებლად დაირჩება ესეთი ადამიანი. ეს იყო პირველი ვარიანტი, Heaven and the Earth. მე ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ საერთოდ უარყოფით თემაზე დაშლა არ მსიამოვნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ და ვიცოდეთ რაღაცეები. მოკლედ გადავედი მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი თავიდანვე. და ვნახოთ ახლა რას გვეტყვიან ჩვენი The Mysticarium Tarot card. ადამიანი ჩაიფიქრეთ ახლა და ვიზეც გაქვთ ეჭვი, რომ ეს ადამიანი ამდენად რაღაცას აკეთებს. ან ის ადამიანი, ვინც ვიზეც არის გაკეთებული, ხო? თქვათ და თქვენ ამას გრძნობთ. ვინც გაუკეთა, ხო? აი რა მოუვა იმ გამკეთებელს, იმ შემკვეთს, ასე ვთქვათ. ცუდის მოსურნეს. რა ვიცი როგორ ვთქვა რა. ენერგეტიკული ჩარევა, ცუდი. როგორ დაუტრიალდება იმას, ვინც გააკეთა. აქ სამ პერიოდს მაჩვენებენ. ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება, რომ ყველანაირი სიხარული, სიამე გადაექცევა ტკივილად. ანუ დაკარგავს მოსვენებას ისე, რომ სამყარო ამოდის აქაც, ამ შემთხვევაში სამყაროს კანონია და რა თქმა უნდა, ღამეც ვერ დაიძინებს, ხო? და ეს მისი საქციელი თვითონ მასში აწუხებს, ანუ ნახე, აქ როგორი სიტუაციაა, აქ გრძნობის მომენტია, აქ უფრო ემოციონალური ფონი იქნება ამ ადამიანის, შეიძლება გალოცდეს კიდევაც, არა აქვს მნიშვნელობა ქალია, კაცია. ნუ დაიწვება, ცეცხლი ამოდის, ბევრი ცეცხლი და აქაც დანგრევა. პრინციპში ერთი და იგივე სიტუაცია, მაგრამ მაინც აბა ვინც აკეთებს ენერგეტიკულ ჩარევას, ცუდი გაგებით სხვა ადამიანზე და თავისუფალ ნებაში ჩარევას. ის ადამიანი, აი როგორ დაუტრიალდება ცუდად მოსურნეს ეს ყველაფერი. აქ პირდაპირ ოჯახზე იქნება დარტყმა. აქაც განულებას მაჩვენებენ და აქაც მაჩვენებენ ბალანსის კარტს და ძალიან დიდ კონფლიქტს. ჯერ ერთი ოჯახის წევრებთან მოუვა კონფლიქტი, განულდება, მაჩვენებენ, რომ შეიძლება საერთოდ მისი ოჯახიდანაც წავიდეს, ანუ დაშორდეს, რა ვიცი, რაღაც მოხდეს, ხო? ოჯახი ეხლა აქ მარტო ქმარზე არ არის საუბარი და ცოლზე, შვილებზე, დედაზე, მამაზე, ყველასთან მოუვა კონფლიქტი, ახლობლებზე, ოჯახია შენი ახლო წრე, მე ესე ვთვლი. აქ არის ენერგიების გაცვლა, გამოსვლა, რომ ყველა ვარიანტში ცუდი მოითხოვს, ხო? შენ რო აკეთებ, შენგან რაღაცა მიაკ და გამოდის ძალიან დიდი კონფლიქტი, ყველასთან იჩხუბებს. ყველასთან მოუვა კონფლიქტი, განულდება აქაც. ოჯახზე იქნება დარტყმა. პრინციპში ერთ და იგივე სიტუაციას მიხსნიან. ეხლა ეს რა არის, იცით, სახელი უნდა ვიცოდე პირად გაშლაში, მე ხო ჩანს რა. ყველაფერი ჩანს სახალხსროეობნები. ზოგადად ეხლა ესე არის. სახელი ხო არ მithქვია თქვენ ჩაიფიქრეთ, მაგრამ ზოგადად გიხსნით მეც, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. პირადში ამოდის და ორაკულმა გვიწრეს მეორე ვარიანტს. აი რა მოუვა. ვინც აკეთებს ჯადოს, ენერგეტიკულ ჩარევას, თავისუფალ ნებაში ვინც ერევა, ცუდის მოსურნეს იმას, როგორ დაუბრუნებს სამყარო. ორაკული. შავი კატა. აქ, ნუ, აქაც ამოვიდა კი, რომ აუცილებლად ესე იგი ფინანსური პრობლემა იქნება, ღრუბელი ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გამოიდარებს ეს ადამიანი, სულ მოღრუბლული როა ამინდი, ხო, რაღაცნაირად ხო ხარ ესე. შავი კატა ნიშნავს, ნუ, შავი მაგია ამ შემთხვევაში. მერე ცუდად გახდება, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება, აქ მარიონეტივით იქნება, ანუ ნახე, რაღაც მომენტში ეს მაგია
გააშეშებს მას, გახდის გამოცლის, აი ყველანაირად გრძნობას რო იტყვიან, აი თოჯინა მარიონეტი რო ხარ რა, გრძნობა რო არ გაგ და უგრძნობი რო დადიხარ, ზომბი რა იგივე. და ანუ როგორც მონა ისეთი გახდება, ანუ რას ვიძახი, ყველაფერი ჩაეკეტება ჯაჭვით, გადაბმული ადამიანი, ანუ ხელებს შეკრული და კისერზე რო ჯაჭვი გაქვს მობმული, ну რას ნიშნავს, ხო? დატყვევებული. ანუ ეს მაგია, მეორე ვინც ჩაიფიქრე, ეს ადამიანი, აი ესეთ მდგომარეობაში მაჩვენებს ორაკული. ну ყველა ვარიანტში ეს ისჯება, იცით რომ სამყაროს კანონების მიხედვით, ამ სამყარო დგას ბალანსზე და ყველა ვარიანტში იმას მიეზღვება, იმას გამკეთებელს, ჩამდენს და რა თქმა უნდა დასჯავდია და დაისჯება, მაგრამ ახლა ვისაც დეტალები აინტერესებს და აგერ ბატონო გითხარით და მაინც ვკითხოთ ორაკულს, ის ადამიანი თუ მოინანიებს ამას, აი ვთქვათ, გაიხსნა გონება, მოხდა სასწაული, მე ხა ამის არ მჯერა და გეტყვით რატომ. იმიტომ რომ ასეთ ბოროტ ადამიანებს გონება არ ეხსნებათ, მაგრამ ვაიდა, დაუშვათ, ვთქვათ, ხო, დავიჯეროთ, რომ მაინც არსებობენ სასწაულები და ესეთი ადამიანები, რომლებსაც მოუნანიებიათ, შეუნანიებიათ, ანუ პატიება უთქვია და მის ასეთ საქციელზე, ვთქვათ, უფიქრიათ, ხო, სინანულში აღმოჩენილან და მაინც აბა თუ მოინანიებს ეს ადამიანი ამას, ვინც ასე მოიქცა, შეიძლება ისე გამწარდა, რომ აი რაღაც მოინდომა, ხო, იმის დასჯა, მაგრამ მე რაღაცა დაენთო გონება და რას ჩავდივარ, რას ვაკეთებ და მაპატიე, ხო, აი ესეთ, ხო შეიძლება, ხო, ყველაფერი შეიძლება და მოდი აბა თუ მოინანიებს იმ შემთხვევაში ამის ჩამდენი სამყარო, აი მას როგორ მოიქცევა, ვინც მოინანიებს. ну სამყარო მაჩვენებს, რომ მოსახდენი იმან თუ მოქმედება გააკეთა და უკვე ეს სიტუაცია ჩაიდინა, სამყარო მაინც თავისას წაიღებს, ანუ დაუბრუნებს რა. ცელია, მოცელავს, მაინც მოცელავს სამყარო, ну ბოროტის ჩამდენს და მით უმეტეს აგერ კიდე მეორე კარტიც. მაინც არ პატიობს სამყარო, ნახეთ. მეც არ მეგონა ეხლა რომ სამყარო მეგონა რომ აპატიებდა, მაგრამ არანაირად, აი გაჩვენებთ კარგად რომ დაინახოთ თქვენს. მე ხო თქვენთან ერთად ვშლი ამას, ხო? აი შეხედეთ, აი არ გავახმოვანებ, თქვენს გაქვთ თქვენი ინტუიცია და შეგიძლიათ თქვენით მიხვდეთ სამყარო თავისას წაიღებს. არავის არ შერჩება, საერთოდ იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, არავის არ აპატიებს და ანუ შენ მოქმედებაზეა დამოკიდებული. ნახე, შენ შეიძლება ბევრი რამე გაიფიქრო, რომ გამწარებული ხარ, მეც ადამიანი ვარ, ხო? მომხდარა ესე, რომ ვთქვათ, გამწარებულ ვარ იმ ღვთის გმობელზე, სიტყვაზე ვიძახი, ჩემი სიწმინდების შეურაცხყოფელზე, ხო? მე იქ მივდივარ, სანთელს ვანთებ, ლოცულობ და ვთქვათ, ვითხოვ ყველას გადარჩენას და შენ მიდიხარ იქ და აფურთხებ, აფსავ, აგინებ ხა. ჩემთვის ეს მაგალითად ძალიან შეურაცხყოფელია, ხო? და ამაზე მე მექნება ჩემი გარკვეული ემოცია. და შეიძლება სიტყვითაც კი, ახლა ბრწყევლა არ ვიცი, მადლობა მაპატიოს ღმერთმა, მადლობა ღმერთმა, მაგრამ ნუ რაღაცა თქვა, ხო? გამწარებულმა, მაგრამ ახლა მე რო ვიცი, არა, მე ის ადამიანი მე რაც მოუვა იმას მართლა მეწოდება და მაინც მე სინანული, სიბრალული მოდის, ჩემთან მოდის სიბრალული იმ ადამიანებზე რა. იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი რაც მოუვათ, აი. სამყარო როგორც ცელი მოცელავს და ეს გავსწორდება. გარიყავს ესეთ ადამიანებს საზოგადოებიდან, იმ სიტუაციიდან, ოჯახიდან, საგვარეულოდან, გესმით? და აღარ მინდა ეხლა თქვა ის ცუდი კიდე რაც მოსალოდნელია მათთვის. ღმერთმა ყველას უშველოს, აპატიოს
და ყველას აუხილოს გონება გონზე მოიყვანოს და მოანანიებინოს. ვინც ცუდ შადის, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, რაც ელით მათ. ამიტომ რომ მე ვიცნობ სამყაროს კანონებს. აი, ესე გაუსწორდება სამყარო. არ დაინდობს. იმიტომ რომ შენი ფიქრი და სიტყვა კი არა მოქმედებაა მთავარი და შენ თუ იმოქმედე და უკვე გააკეთე, მაინც მოვცელავ. სამყარო გეუბნება. ის მისას მიიღებს. ჩემო კარგო. ასე რომ თქვენ ნუ გეშინიათ, თუ რაღაცა მსგავსი სიტუაცია გქონიათ, იცოდეთ, რომ ღმერთი მოწყალეა. ერთადერთი რისიც ეშინია ამ სტრუქტურას, ხო, იმას ვიძახი მეორე მხარეს, ეს არის სიწმინდე. ეს არის სიწმინდე, ეს არის ქრისტე, ეს არის დედა ღვთისმშობელი, ეს არის ჩვენი წმინდანები და ჩვენი სარწმუნოება. შენ თუ მთელი გულით ილოცებ, მიხვალ წმინდა ადგილებში მოინანიებ, მფარველობას ითხოვ, არ არსებობს რომ არ შეგეწიონ და არ გამოგიყვანონ აი ესეთი მდგომარეობიდან. მაგრამ თავარია შენ არ გააკეთო, ანუ იმ ადამიანს ხო იმის თავისუფალ ნებაში ცუდად ნუ ჩაერევი, გესმის? ამიტომ რომ მოგთხოვ სამყარო და გასამრჯელო იქნება სასტიკი. აი ეს არის, ხო? ეს არის სამყარო, ეს არის მისი კანონები. და ჩვენ ცხოვრობთ აქ. ამ სამყაროს კანონების მიხედვით. ყველაფერი ექვემდებარება ბალანსს. ყველას მიყავს თავისთან. ეხლა თქვენ განსაჯეთ. დროებით